ერთსართულიანი თუ ორსართულიანი სახლი. ეს კითხვა ძალიან ხშირად გვებადება თითოეულ ჩვენთაგანს. მშენებლობის დაწყებამდე. შევეცდები გაგცეთ პასუხი. პირველი და რაც ყველაზე მთავარია, ეს არის თქვენი მიწის ნაკვეთი. ანუ რა მხელა, რა ფართია თქვენი მიწის ნაკვეთი, იმიტომ რომ პატარა მიწის ნაკვეთზე ერთსართულიან სახლს დაახლოებით 200 კვადრატს ვერ განათავსებთ. ანუ ამ შემთხვევაში თუ არის თქვენი ნაკვეთი 800 კვადრატზე ნაკლები, უნდა ვიფიქროთ უკვე ორსართულიან სახლს. მეორე არის თქვენი სურვილები, ანუ რა სურვილები გაქვთ თქვენ სახლთან დაკავშირებით. შეიძლება რომ ყავთ მოხუცი მშობლები, პატარა ბავშვები, მოხუცი ბებიები და ბაბუები. ანუ გჭირდებათ თუ არ გჭირდებათ მეორე სართულზე ყოველთვის ასვლა-ჩამოსვლა. შეიძლება ზოგს უნდა რომ მაღალი სახლი არ იყოს, არ გამოაჩინო ფასადი და გავაკეთო დაბალი. ამ შემთხვევაში ირჩევენ ერთსართულიან სახლს. ანუ თქვენ ცხოვრებისეულ წესებზე უნდა დაჯდეთ, დაუსვათ თქვენ თავს კითხვა, ანუ რა მინდა, როგორ მინდა, იმიტომ რომ როგორც წესია 90% ყველა მაინც ატარებს პირველ სართულზე მისაღებში და მეორე სართულზე ადის დასაცინებლად. მესამე საკითხი არის ისევ ასაკი. ანუ ასაკიან ხალხს უჭირს მეორე სართულზე ასვლა და ჩამოსვლა. და რაც უფრო ასაკში შევდივართ, მე უფრო რთული. ამიტომ ამაზეც უნდა დავფიქრდეთ წინასწარ, წავიდეთ, ჩამოვიდეთ ან ყოველდღე. შეიძლება დღეში რამოდენიმეჯერ. რაც შეეხება ამ ყველაფერს, მთავარი არის მშენებლობის სწორი დაგეგმა. მშენებლობის სწორ დაგეგმაში კი დაგეხმარებით ჩვენ. დაგვიკავშირდით, გამოგვიგზავნეთ თქვენი პროექტი და დაგითვლით თქვენი მშენებლობის ღირებულება.